დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს. ამირან გამყრელიძის რჩევით მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდოს, განსაკუთრებით ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ორსულები. მისივე განმარტებით, როცა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, საკანონმდებლო რეგულაცია სამუშაო პროცესის შეწყვეტას არ ითვალისწინებს. მსგავსი ინიციატივით ჯანდაცვის უწყებებმა რეკომენდაციით ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიმართონ. მოსახლეობა გუშინ ჯანდაცვის მინისტრმაც გააფრთხილა. კანონმდებლობით არავითარი რეგულაცია არ არსებობს, რომ შეწყდეს. ეს არის გამოცდილებით 40 გრადუსზე 3 დღის განმავლობაში არის ტემპერატურა, მაშინ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. თუ ეს ემთხვევა ამის პრეცედენტი ყოფილა ადრე, თუ ეს ემთხვევა სასწავლო პროცესს, მაშინ არის ხოლმე რეკომენდაცია, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა. ვერიტოთ ზღვაზე დიდი ხნის განმავლობაში გარუჯვას, მიიღოთ მეტი რაოდენობა სითხე, მიიღოთ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყენოს ადამიანები, ვისაც აქვს ფერი რიგი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის გულსიძახვა დაავადებები.